პირველ რიგში მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ ამორალობაა, რასაც დღეს აკეთებს ქართული ოცნება, ჯანდაცვის მინისტრი ირაკლი კობახიძე ბავშვებთან მიმართებაში, რომლებიც ითხოვენ წამალს. რადგან ეს არ ეხება მათ შვილებს, იმიტომ არიან ასეთი უმოქმედოები, ეს ხო წარმოუდგენელი ამბავია. მე არაერთ მშობელს ვესაუბრე კანცელარიასთან და მათთვის რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესია ეს წამალი. საქმე ეხება მათი შვილების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. მე მინდა აღვნიშნო, რომ დაახლოებით 2 წლის წინ მიმართეს მშობლებმა პირველად ქართულ ოცნებას ამ წამლის მოთხოვნით და ისინი მხოლოდ მას შემდეგ გახდნენ იძულებული, რომ გადაეტანათ ეს პროტესტი ქუჩაში, რაც ნახეს, რომ აბსოლუტური უმოქმედობა იყო. ჩვენ ახლა იმედიანად უნდა ვიყოთ და გეტყვით რატომ. ნახეთ, რომ ცოტა რაღაცნაირად ამოძრავდა, ასე ვთქვათ, ქართული ოცნება ამასთან დაკავშირებით, დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ უფასო იქნება კვლევები, ასევე იქნებიან ექიმების ჯგუფი, რომელიც ჩაატარებს ამ კვლევებს, მაგრამ აქ არ არიან ეს ადამიანები თანმიმდევრულები. ჯერეთი აქამდე რატომ არ იყო ეს ყველაფერი უფასო ბავშვებისთვის? ან აქამდე რატომ მივიდა ეს საკითხი, ხო, რეალურად კეთი ამაზეა საუბარი. სპეციალურად ავღნიშნე. ანუ რა არის ხელისუფლების ვალდებულება თუ არა აი ამ ეს პულსზე ხელის დადება, ხო, მაჯისცემაზე, რა სჭირდება რომ სანამ ხმაური არ დაიწყო, ამ საკითხთან. სანამ ხმაური არ დაიწყო ამ საკითხთან დაკავშირებით, არაფერი არ გააკეთა. ხო, 2 წლის განმავლობაში ძალიან დიდი დროა 2 წელი იმისთვის, რომ რაღაცა ემოქმედა ქართულ ოცნებას. მაგრამ როდესაც უკვე დაიწყო პროტესტი, მშობლები ღამეს ათევენ კანცელარიასთან, უკვე დაიწყო იმაზე საუბარი, რომ შეიქმნება ექიმების ჯგუფი, დაფინანსდება, იქნება უფასო კვლევები. მაგრამ მე მინდა მივმართო ქართულ ოცნებას და მოვუწოდო, იყვნენ თანმიმდევრულები, იმიტომ რომ თუ არ იქნება წამალი შემოტანილი, მხოლოდ ეს კვლევები რისთვის უნდათ, რომ ბავშვების ჯანმრთელობის გაუარესება დინამიკა აღრიცხონ? ეს ხო სიგიჟეა რეალურად. ამიტომ შემოიტანონ წამალი და აი ეს ყველაფერი მე კვლევები და ექიმების ჯგუფი ამ ყველაფრის თანამდები პროცესია და ამიტომ დროულად იმოქმედონ, გადადგან კონკრეტული ნაბიჯები. ჯერეთი შეხვდნენ მშობლებს, ადამიანურად დაელაპარაკონ, მოусმინონ, როგორ შეიძლება ეს ღამეს ათევდეს მშობელი კანცელარიასთან და უბრალოდ არც იმჩნევდნენ ამას. უბრალოდ დასაწყისში, ეთერის დასაწყისში, ამიტომ თქვი, რომ ეს არ არის გამართლებული, ეს არის ამორალური ქმედება, რომელსაც ჩადის ქართული ოცნება მშობლების და მათი შვილების წინაშე. ამიტომ მოვუწოდებ, რომ დაუყოვნებლივ იმოქმედონ და იმოქმედონ თანმიმდევრულად. ჯერ წამალი უნდა შემოვიდეს და ერთ რაღაცას მინდა ამ საკითხთან დაკავშირებით ხაზი გავუსვა. როდესაც მინისტრი აღნიშნავდა, რომ არ არსებობს წამალი, რომელიც ამ დაავადებას განკურნავს. ძალიან ბევრი დაავადებაა ისეთი, რომელიც არ განიკურნება, მაგრამ არსებობს პროგრამები, მაგალითად დიალეზის პროგრამა არსებობს, ხო? არ განიკურნება, მაგრამ ადამიანებს უხანგრძლივებს ცხოვრებას. არსებობს ინსულინი, დიაბეტის პროგრამები არსებობს. რატომ ვიყენებთ მაშინ ამ ყველაფერს, ხო? დიაბეტი არ განიკურნება, მაგრამ ადამიანებს სრულფასოვნად ცხოვრების შესაძლებლობა ექნებათ. ამ შემთხვევაშიც დროულად შემოიტანონ წამალი, იმიტომ რომ ბავშვები, რომლებსაც დღეს ეტლი არ ჭირდებათ, მომავალშიც არ დაჭირდეთ ეს ეტლი. ხო ძალიან მნიშვნელოვანია. მათ შვილებს რო ეხებოდეთ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხო სხვანაირად იმოქმედებდნენ. მაშინ, როდესაც სუსის დაფინანსება 115 მილიონი დაემატა 600 მილიონი ახას უსვამ 600 მილიონი იხარჯება შტატგარეშე თანამშრომლებზე, რომელთა უმეტესობაც საერთოდ არ ცხადდებიან საჯარო სამსახურებში, ხო ვიცით ეს ძალიან კარგად. ბავშვებისთვის არ მოიძებნა წამალი, ასე იგი ასობით მილიონი იფლანგება. ტენდერები ცხადდება, ასობით ტენდერი ცხადდება. თითო სკოლაზე 4 და 5 ტენდერი უწევთ, იმიტომ რომ მილიონები იფლანგება და ბავშვებისთვის არ მოიძებნა წამლის ფული. სიგიჟეა ეს და ამიტომ მე მოვუწოდებ იმოქმედონ დროულად. ხო, რა კარგი იქნებოდა, რომ ხელისუფლება პასუხობდეთ ახლა ამ არგუმენტებზე, რაზეც თქვენ საუბრობთ, კეთი, იცით ხო რა ვითარება ამ ხრივ ჩვენს ეთერებში, ისინი არ იღებენ მონაწილეობას. აი ამ ყველაფერზე ხარაზეს თქვენ ლაპარაკობდით, სარჯველაძე ამბობდა, რომ ვერ უშველით რომ მათ არ ენანებათ ფული, ვერ უშველით უბრალოდ თანხის ხარჯვა, არამედ უშველის სწორი და რეალური წამალიო. ნახოთ თქვენ დადებით დინამიკაზე ლაპარაკეთ. ნახოთ როგორ განვითარდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისრაელში, საფრანგეთში, გერმანიაში ვიცით ყველამ, რომ ეს წამალი მუშაობს. სხვადასხვა დასახელებით, სხვადასხვანაირი, მაგრამ წამალი მუშაობს, ხო? გიჟები არიან ეს ქვეყნები, ამ ქვეყნების წარმომადგენლები, მაშინ რატო აკეთებენ? კი, მინიმუმ სწორი კომუნიკაცია, ხო, კეთი, აი ასეთ პირდაპირ ვიტყვი, გამწარებულ ადამიანს არ უნდა ქონდეს
განცდა, რომ მას ვინმე არ უსმენს. აი პირველი ხომ თავარი შვილის ჯანმრთელობაა, მაგრამ შემდეგ ესეც არის, ხო, რომ რაღაცა სწორად ახსნა, დაუდო კვლევა, აჩვენო, რომ ზრუნავ მასზე და იცნობ ამ საკითხს დეტალურად და მე ხარ მინდა ვინმე სამი დავაბრალო, მაგრამ მშობლები ამბობდნენ, რომ Google-დან ამოღებული ტექსტებით ელაპარაკებიან და მხოლოდ ერთ მათგანთან აქვთ კომუნიკაცია, ხო? მე ასეც ვუყურებ ამ საკითხს, რომ ესეც მტკივნეულია პირველი საკითხის შემდეგ, რომ თავარია ამ ბავშვების მდგომარეობა იყოს გაუმჯობესებული. ეხლა კიდევ ერთ საკითხს შემოხვეულები ათენებენ მშობლები, კი ბატონო, კი, ათენებენ მშობლები ღამეებს და ესეც არაადამიანობაა, რომ აი ამ მდგომარეობაში დატოვა მშობლები და რაღაცა დახმარებით თუ რაღაცას მიაწვდიან ამ მშობლებს, პოლიცია დგას და ამას აკონტროლებს და არ უშვებს ხოლმე მშობლებთან ამ მიტანილ რაღაცა ნივთებს. სამარცხვინოა ეს ყველაფერი. კეთი, ფასებზეც გითხარით, აი ეს კალკულაცია, რაც მოვისმინეთ ხელისუფლების მხრიდან, ამაზე ვნახეთ საზოგადოების ხალხის ნაწილის გამოხმაურება, ნაწილი ირონიით ხდება, მტკივნეულად, არ არის ხო მარტივი პროცესი იმ მხრივ, რომ რაღაც დიდი მოლოდინი შექმნა ხელისუფლებამ, შექმნა კომისია და პარლამენტიდანვე უპასუხეს, სხვათა შორის, აი ხშირად მოყვავს ხოლმე ხუნდაძის კომენტარი მათივე შექმნილი ოპოზიციიდან, რომ აი უარესი მოხდაო, აი დაიწყო კომისია მუშაობა და უფრო გაძვირდა და მოიმატა ფასებმა. აი რაღაც ეს რა ტიპის ჩიხია და აქედან გამოსავალი არ ვიცი, გამოსავალზე თქვენ ხშირად გისაუბრიათ, რომ სხვა ტიპის ხელისუფლებაა, რომელიც სხვანაირად უყურებს პრობლემას, მაგრამ მაინც მინდა კითხოთ, აი რით დასრულდება ეს ამბავი. ჩვენ უფრო სუბუქ თუ უფრო უარეს ვითარებას ვნახავთ თითოეული ჩვენგანისთვის და თითოეული მოქალაქისთვის ამ მტკივნეულ საკითხზე, როგორიც არის ფასები. დღეს აი ეს დღეები ხო გუშინ დღეს ირაკლი კობახიძის ეს განცხადება იყო სამარცხვინო. ფაქტიურად გვაჩვენა საზოგადოებამ დაინახა, რომ კობახიძეს იმ ქვეყნის ყოფაზე და იმ ქვეყნის მოქალაქეების ყოფაზე, რომლის პრემიერ-მინისტრობასაც იჩემებს და ხალხი ციხეში გაუშვა იმის გამო, რომ არ აღიარებენ მას როგორც პრემიერ-მინისტრს, ხო? თურმე წარმოდგენა არ ქონია, როგორ ცხოვრობენ მოქალაქეები ჩვენს ქვეყანაში. სამარცხვინო განცხადება იყო ის, რაც კობახიძემ განაცხადა, იმიტომ რომ რეალურად არ შეესაბამება ეს რეალობას, ანუ საკუთარ ამომრჩეველსაც კი ვეღარ მოატყუებს და ვნახეთ ჩვენ რა ამბავი ატყდა მის ამ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ საკუთარი ამომრჩეველიც კი საყვედურობდა მის ამ გაუგონარ ტყუილებს. ზოგადად ქართული ოცნების სიმბოლოდ გადაიქცა კვერცხი და კვერცხის ფასი. ძალიან სამარცხვინოა ეს ყველაფერიც. ფასები მატულობს, აი გუშინ ვიყავი მე შიდა ქართლი მოვიარე მთლიანად, სიდუხჭირე ჭამს ყველაფერს, ძალიან უჭირთ ადამიანებს, თვიდან თვემდე თავის გატანა ძალიან უჭირთ. წელი გადის ისე, რომ ხორცს ვერ ყიდულობენ და მინდა ირაკლი კობახიძეს ვუთხრა, რომ მას არ აქვს სწორი ინფორმაცია ხორცის ფასთან დაკავშირებით, ისევე როგორც მას არ აქვს ძალიან ბევრი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ცხოვრობენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები. არიან ადამიანები, რომლებიც ათენებენ და აღამებენ ობიან კედლებში, როგორც გარეთ წვიმს, ზუსტად ისევე წვიმს ხოლმე მათ სახლებში. არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარ სოფელს ვერ უახლოვდებიან, თუ კილომეტრი არ გაიარეს ფეხით და უწევთ ავტობანის მაგისტრალის ფეხით გადაკვეთა და ფატალურადაც დამთავრებულა ეს რომ არ არის მისადგომი და მისასვლელი სოფელთან. აუარებელი პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში. წარმოუდგენელ გასაჭირში არიან. მაგრამ ერთ რაღაცა კარგ ამბავს მინდა ხაზი გაუსვა, თუ აქამდე ადამიანებს ეშინოდათ პოლიტიკოსებთან საუბარი, გუშინ გორში, ქარელში, ხაშურში, კასპში, მოხისის სკოლასთანაც ვიყავი, ყველგან ხვდებოდნენ ადამიანები და საკუთარ გასაჭირზე უკვე ღიად საუბრობენ, არაფერი აღარ აშინებს ამ ადამიანებს, არც ის ქართული ოცნების ზონდერები, არც დაპირებული რაღაც ნობათები აღარ აინტერესებთ, ისინი გამოდიან და ძალიან ღიად საუბრობენ მათ გასაჭირზე. ამიტომ მათთვის ეს კობახიძის განცხადება იქნებოდა, რა ვიცი, ცივი წყლის გადასხმასავით, იმიტომ რომ თავად ასე უჭირდა ამ დროს კობახიძე ეუბნება, რომ თურმე ქვეყანაში ასეთი მარტივია ყველაფერი და ასეთი კარგი ფასები გვაქვს. კი, წყვილია ეს ყველაფერი და ადამიანები კიდევ უფრო კარგად ხედავენ, როგორი მატყუარა ხელისუფლებაა ქართული ოცნების რეჟიმი.